გათენდა პირველი დღე 100 საათიანი შიმშილის მერე. მოლოდინები მქონდა რომ დღეს დილით საჭმელზე მეძე არაფერზე მეფიქრებოდა მომშვიდებოდა გიჟივით როგორც უკაცრავად. ამ პერიოდმა ძალიან კარგად მასწავლა გამერჩია ემოციური შიმშილი ფიზიოლოგიური შიმშილისგან. პირველ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სწორი დანამატებით შევავსო ყველაფერი რაც დავხარჯე 100 საათიანი შიმშილის დროს. ორი საკვები დანამატი რომელიც მთელი ფასტინგის დროს ჩემი გადარჩენილი იყო მაგნიუმი და ელექტროლიტები არის რის გამოც ჯერ ისევ ცოცხალი ვარ და ამ ორ დანამატს რომელსაც ფასტინგის შემდგომადაც ვაგრძელებ სტაბილურად ემატება სამი მნიშვნელოვანი დანამატი. პირველი მთავარი მოთამაშე ომეგა-3 რომელსაც კალორიები აქვს ამიტომ ფასტინგის დროს ვერ ვიღებდი მაგრამ ეს იქნებოდა ჩემი ტვინის დამცველი რაც ვერ დავიცავი ანთებითი პროცესები თუ რა მიდის ჩემს ორგანიზმში ომეგა-3-ით ვიწყებ მის დაცვას DHA და EPA საერთო ჯამში ვიღებ დაახლოებით 1200-1300 მგ-ს ერთ დღეში, რაც მთავარი დამცველობითი ფაქტორია ჯანსაღი გზაზე ახლა ჩემთვის D ვიტამინი, რომელიც ზამთრის პერიოდში მით უმეტეს როცა დეფიციტში მაქვს, მთავარი ანტიოქსიდანტური მოლეკულა იქნება და მულტივიტამინები. რატომ მულტივიტამინები? იმიტომ რომ ჩემი საშუალო სისტემა ჯერ კიდევ მიძინებულია. რასაც ჭამ არ ვარ დარწმუნებული, ყველაფერს რომ შევიწო და მულტივიტამინები არის როგორც დამცველობითი ფარი ამ დროს ჩემთვის. 100 საათიანი ფასტინგი არ არის ყოველთვის და ამ დროს როგორც პროცესში, ისევე პროცესის მერე გვჭირდება შესვლა, გამოსვლა და სწორი ნუტრიენტული ცოდნა.